მოგესალმებით დღე და ღამე. სოფლიოზე გამოგიგვიწერეთ, გვიყურეთ და ახლავე დაიწყეთ მოსმენა, იმიტომ ეხავე ვიწყებ შემდეგი ფეხბურთელის წარდგენას არას სიმბოლური 11 ივლისთვის. გაგიგია ეგეთ ფეხბურთელი, რობერტო ლოპესი. ეს ერთად არა და ცალკე რობერტოები და ცალკე ლოპესები კი. აი ერთად თუ გაგიგია. შეიძლება ვიღაც ფეხბურთელის სახელდაგვარში არის ესე გაფანტულად. ლუის რობერტო დელიმა ლოპეს რუფუს. გარაუხო. ხო. აბა რომელი ქვეყნიდან იქნება? ლათინური ჟღერადობის სახელდაგვარი აქვს. რომელი ქვეყნიდან იქნება? ესეც ისეთ ფეხბურთელია, ორ ნაკრებში იძახება. და არც ერთი არ არის ლათინური. მართლა? ხო. აბა რა გინდა დამცინო გინდა მათ თქვენო ლათინური ქვეყნა და არ არის? აბა მეორე თქვი ვიტყვი და ეგეც არ არის? ხო. პანამა და ეკვადორი. არა. ეს არის მამა ყავს კაბო-ვერდე და დედა ყავს ირლანდიიდან. და იზრდებოდა ირლანდიაში და ეხლა სოფელში მიდიოდა კაბო-ვერდეში. ხო, ეხლა ცხოვრობს ირლანდიაში და ირლანდიის 19 წლამდეთან ნაკრებში თამაშობს. მაგრამ როცა საქმე მიდგა ნაკრებში გამოძახებაზე აირჩია კაბო-ვერდე. გასაგებია? კი. ეხლა როგორ გამოიძახეს ნაკრებში? ლინკდინზე გაუგზავნა გამოძახება რუიაგუაში. იმის კაბო-ვერდეს მაშინდელმა მწვრთნელმა. მარტო მაგას თუ საერთოდ ესეთი ამას მიუვიდა ლინკდინზე, მაგრამ ამან არ იცოდა პორტუგალიური. ვერ გაიგო რა ეწერა შიგნით. ისე გონა რა. ფულს ძალავდა ვიღაცა. შენ რო გამოგიგზავნეს. ო, აფრიკიდან რო ტომმა გამიტაცა და ეხლა 10,000 გადმომირიცხავ, მე მამა ჩემთან რო დამაბრუნებენ, მამა ჩემი უხვად დაგაჯილდო. ეგ ეგონა. მაგრამ მე ის რუიაგუაშიც მიხვდა რომ იმას არ ეცოდინებაო და გაუგზავნა ინგლისურ ენას და ნახატებით უნდა გაიგზავნო. ინგლისურად უკვე მეზობელს უთხრა რა წერიაო. გამოეხმაურა და სახში გააგებინა, სახში უთხრეს გამოგვიარეო, მოგილო ცოტა და რო გაუარა ამან და გამოგვიარა სად გამოგვიარა უკაც? მშობლების სახში. ცალკე ცხოვრობდა. ხო. რო გაიარა დაახვედრეს თელი სანათესაო და ყველა იზეიმა დალია და იცეკვეს. რობერტო ბიძაგენაცვალოს ვიღაც კაცი დახვდება, ხო? ამ ხელა მახსოვხა რაღაცებს ეთქვა. ხო, ეხლა რატო უხარდათ ასე ამის ნაკრებში გამოძახი? ირლანდიის ჩემპიონატიდან ძალიან იშვიათია ვინმე გამოიძახონ ნაკრებში, უმეტეს კაბო-ვერდეში. ხო, მათ შორის ირლანდიის ნაკრებშიც კი არ იძახება, ხო. ინგლისის დაბალი ლიგებიდან უფრო მეტი შანსია რომ ამიტომ მოდი ახლა ირლანდიის ჩემპიონატზე გეტყვი ერთი-ორი სიტყვით. აქ არის დუბლინს ორი ესეთი პრინციპულად დაპირისპირებული გუნდი ყავს, ბოჰემიანსი და შემროკ როვერს. ბოჰემიანსი თვითონ სახელი გეუბნება, რომ არისტოკრატული ოღონდ დაარსეს ბრიტანელი ჯარისკაცების შშმ პირების შშმ-შვილები, ვისაც ყავდა იმათთვის ადრე რა ეს იმის წინა საუკუნის ბოლოს. და ამათ ეძახდნენ მაწანწალებს ამ გუნდს. ბოჰემიანს? ხო, სტადიონი არ ქონდათ. და ჯიპსის. ხო, ბოშები. ხო, ხან პოლო სტადიონზე თამაშობდნენ, ხან იმაზე, ხან ამაზე და პოლოის ცხენების, ხო, ფუნიან სტადიონზე თამაშობდნენ? ხო. და სამოყვარულო სტატუსით იყვნენ ძალიან დიდხანს, ამიტომ შედეგები არ ქონდა. თუ ვინმე რამეს კარგად ითამაშებდა, სხვა გუნდში გადადიოდა, სადაც ფულს უხდა. ამათი ფარგლი არის სამუელ ელ ჯექსონი. რა არის? ფანი. ფანი. ხო, ბოჰემიანს. ხო. და მე პატრონი არ აყავ, ფანები არიან გუნდის პატრონები. ანუ სამუელ ელ ჯექსონის ფილმი თუ გაიჭი და ესენ ტრანსფერს აკეთებენ. ხო. და ეს ფანები ცოტა მემარცხენე ხალხია, თავისუფალი პალესტინა და რაღაც ისე მოძრაობენ, მაგრამ ამ გუნდს ის არ აყავს ვიღაცა
დიდარმა ამერიკელმა რო ვიღაცა იყიდოს ან გაყიდოს ან ესე არ უფრო აბა თავის მოდიან ფეხბურთელები სოციალური ვიღაცა ხელს ყვაწერს არა უხდიან ეს ფანები თვითონ ირჩევენ ხელმძღვანელს დასში არა ესეთ კორპუსის თავმჯდომარესავით ზუსტად ამხანაგობა ბოჰემიანს ხო 4 შაბათს 8-ზე ვიკრიბებით და დღის ასეთი დალაგება დაცვას რა უყოთ და ნახევარმცველი გვჭირდება და მინდორი ვინ მორწყავს ხო დამებას აქედან გადავიდა თავის თავარ მეტოქეში შემროკ როვერსიც ასევე მაწანწალებს ნიშნავს ეს 1901 წლის გუნდია პლუს მინუს 2 წელი ესე აწერიათ ლოგოზე ესეა იმიტომ პირველი 2 წელი თამაშობდნენ მხოლოდ ამხანაგურ თამაშს არ გამოდიოდნენ ტურნირებზე მაგრამ ეხა დავამიდეს ეს ჯერ ამხანაგურებს თამაშობდნენ მერე დაარსდნენ თუ დაარსდნენ მერე მხოლოდ ამხანაგურებს თამაშობდნენ და ამაზე დაძვრებიან ბიბლიოთეკებში და ეძებენ მაგრამ ჯერ იგი პოვის ამათაც ის ჰქონდათ რაღაც პერიოდში კრიზისი ამ გუნდს და მერე ძალიან ცუდ დღეში რო იყვნენ 400-მა ფანმა თქვა რომ მოდი ჩვენ მივხედოთ 400 დუბლინელი შეიკრიბა და 40 евро დავდოთო მე იმას ვიცნობ იმას მოვიყვან იმას ხელს მოგვეხმარება ესა და გადაარჩინეს გუნდი და მე ისე კარგად წავიდა საქმეები რომ ესენი ტრენინგებს უტარებდნენ სხვა გუნდებს სხვა გუნდის ფანებს ხო სხვადასხვა ქვეყნებში ხო ამათაც ყავთ ცნობილი ისა მორინო ხარა იყო ერთი ოსკაროსანი მსახიობი ქალი მამამისი იყო ამ გუნდის მმართველ საბჭოში და ის ბავშვობაში დადიოდა სტადიონზე და დამტოვებელი არ ყავდა ეთქო ხო თვითონ არ ახსოვდა მაგრამ ფანებს ახსოვდა და ეს ქალი ვინ იყო ის კაცი? ქალია მორინო ხარა არის მამამისის სახელი არ ვიცით მე არ ვიცი თორე ისე ცნობილი კაცი ეს არის აი ვესტერნებში რო მეორე ხალისხოვანი რო ის შემსრულებელი ქალები არის ეგეთი ქალი იყო და ის დიდების ხეივანში წააქ თავისი პატარაბას ხო დონ ძალიან სიბერეში გავუხსნა 94 წელს ხო და მოკლედ ეს შემროკ როვერსში გადავიდა ეხლა მე მგონი მანდ არის შემროკი არის ის სამყურა ის რაც არის ირლანდიის სიმბოლო ეგ არის შემროკი მაგას და სამყურა რატოა სიმბოლო? მიდი. დაიწყე. ესე იგი, წმინდა პატრიკი ხო იცი? ვინც ქრისტიანა მოარჯულა ირლანდ. და ითვლება რომ წმინდა პატრიკი სამყურათი უხსნი და ირლანდიაში სამბების არსს. ხო ცოტა ისეთი არ არის ადვილი ასახსნელი. და რო აგიხსნიან გასაგებათაც არ არის ადვილი და იმან საჩინოებისთვის გამოიყენა სამყურა. ხო, ეგ არის შემროკი. როვერსიც მაწანწალა თუ შეამჩნია ძალიან ბევრი მაწანწალა ძალიან ბევრი ორი თქვით და ორივე მაწანწალა ასე ბლეკვერნო ვერსიც ხო არის კი ეს იმიტომ ხდება რომ ვიქტორიულ ეპოქაში მიუხედავად იმისა რომ ინგლისი მსოფლიოს ყველაზე დიდი მდიდარი სახელმწიფო იყო მაინც ეს ასოცირდება მაწანწალებთან ქარხანაში მომუშავე ბავშვებთან ფეხსაცმელ მორღვეულ ბავშვებთან ჭლექიან ქალებთან პროსტიტუტ ქალებთან და ბევრ ძიმე რაღაცასთან და ამიტომ სხვათა შორის ინგლისურ ენაში მაწანწალა ბევრი სიტყვაა ქართულში რო წვიმასა აქვს 9 სახელი და ისე აქვს მაწანწალა ლექსებს რო წერენ ხან იმას იყენებენ ხო შარლ აზნაური ვაგაბუნდს იყენებდა მაგალითად და ასე ეს კაცი რობერტო ლოპესი ჩვენ როცა ამას წერთ რა სახში რომ მიდო სუფრარო დახდა აი მანდორ გაჩერდა ვივიდა ამ ნაკრებში ცოტა ენა უჭირდა ეხა იქ არც პორტუგალურიცა და არც კრეოლური რაც სიქაური ის არის რა კაბოვერდეში რაზეც ლაპარაკობენ კაბოვერდული მოდი ესე ვთქვათ მაგრამ ბიჭები დაუდგნენ გვერდით ეს კაბოვერდე ხო ის არის აი როგორც კურასაუა ჰოლანდიის ჩემპიონატით საზრდოობს ისინი პორტუგალიის ხო და ეს ხან ირლანდია ეს საერთოდ უცხო გარემოდან მოხდა და ერთ-ერთი საერთოდ მწვანე
ბატონო მწვანე ხო და მოახდინეს ინტეგრირება და ამ ჩემპიონატზე ნახოთ რა სიზამს. თავარია რომ ჩვენ არასიმბოლურში მოხდა. არასიმბოლურში ხო ძირითადია. 11 კაცი. ხო. უკვე მიღწევა რობერტოსთვის მიმლოცოთ. აკაზნეტა ვინები გვეყოლა რობერტ გაიგოს. ჰიპოთეტიურად რობერტ გაიგოს გუნდელების და ჩვენც რომ ამოვაგდოთ. ერთი ამოვაგდე, იმიტომ რომ წამოსვლისი დაიმტრო. კანდიდატი ყავდა შერჩეული. იაპონელი მიტომა. ეს არის კაცი, რომელმაც დისერტაცია დაიცვა დრიბლინგს. იქ მახსოვს რა თქვი, ხო. მაგრამ დაიმტვრა და ამოვაგდე. კიდე კაი, თორე ის თორიც არ მორჩებოდა. ეხლა რამე მოუწოდე მაყურებელს და დავემშვიდე. რა უნდა მოუწოდე ახლა? მე მგონი ჩემზე კარგად იციან, უნდა გამოიწერონ და ლაიქონ და ასე შემდეგ. დღე დაღამე მსოფლიოზე და უთხრან იმათ, ვისაც ჯერ კიდე არ უნახავს. ასეთი მე მგონი ცოტა დარჩა, მაგრამ გავაგებინოთ ეს. მივიდეთ. უთხრათ, დარჩენი რა ცოტა, ასეთ დარჩა 7 მილიარდ 900 მილიონზე გაცილებით მეტია. ხო, მაგრამ ხო, უფრო მეტი იყვნენ. სანამ დავიწყებდით. ეგ კი. ჩვენ ამჯერად გემშვიდობებით და შემდეგ წავდგებით კიდე ერთი არასიმბოლური ფეხბურთით.